სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო ტალღის მე-6 თვის თავზე ათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაში გამოვიდა, რამაც კიდევ ერთხელ შეარყია პოპულისტი პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ძალაუფლება ბალკანეთის ქვეყანაში. აქციები ქვეყნის ჩრდილოეთში რკინიგზის სადგურზე დატრიალებული ტრაგედიის გამო იმართება. შრომის დღესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მუშათა პროფკავშირებით შეუერთდნენ, რომლებიც შრომისა და გაფიცვის კანონებში ცვლილებებს მოითხოვენ. ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი სადში კი მოსახლეობამ ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 1 ნოემბერს 16 ადამიანი დაიღუპა. სერბეთის მოსახლეობა ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში, დაუდევრობასა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებთან ძირითადი ინფრასტრუქტურული გარიგების ნაწილის ფარგლებში შენობის გარე კედელზე არსებული ბეტონის კონსტრუქცია ინციდენტამდე ორჯერ შეკეთდა. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაწყებული პროტესტი ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა. ნოვი სადის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. უნივერსიტეტის სტუდენტებმა წინააღმდეგობის მამოძრავებელმა მთავარმა ძალამ ქვის მონუმენტი აღმართეს წარწერით ნოვი სადს ახსოვს.